ანუ გრძელდება თავდასხმა საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე, რომ საკუთარი ქვეყანა მოაწყოს ისე, როგორც მისი სურვილი არის. ეს არის სწორედ სუვერენიტეტის გამოცდა, რასაც ჩვენ ამ დღეებში უყურებთ. ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა მეთოდები, თუ როგორ ესხმიან თავს საქართველოს მის დამოუკიდებელ გადაწყვეტილების მიღების უფლებას და ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება არის ბრიუსელიდან სხვადასხვა ტიპის შეკრებები თუ განცხადებები. მანამ სანამ ბრიუსელი კვეთრად და ცხადად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას და თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, რომელსაც წინსრებით მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიამ მისი პრესპიკერის სახით, მანამდე მათი არც ერთი სიტყვა არ არის ღირებული ქართული საზოგადოებისთვის. ფაქტი არის ერთი რამ, მთლიანი დოკუმენტი არის ცილის წამება, თავადვე აღიარებს, რომ არის ჭორებზე დაფუძნებული, თავად დოკუმენტში ამბობს, რომ არის მონათხრობები. მაგალითად, აი წამება რო ახსენეთ, არის რომ ერთ-ერთმა პირმა გითხრა, რომ პოლიცია და როცა დამიჭირეს, პოლიციაში მიუყანეს, გამაშვილეს და იატაკზე ვიწევთ. ეხლა გადაამოწმე, აბა ეხლა. ორი ადამიანის მონაყოლზე იყო აწყობილი მთელი თქვენი სიუჟეტები, რომ ადამიანები შიმშილობენ, სამნი მათ შორის ერთი რუსეთის მოქალაქე და აღმოჩნდა, რომ შიმშილობენ კი არა, კაცსაც ჭამენ, კაცსაც სვამენ, ჩხუბიც აქვთ, როგორც ჩანს, თუ რაღაცა გარჩევა ქონათ ერთმანეთში, რაც ვნახეთ იმ კადრებში, ხო? ასე რომ ასეთი მონაყოლებით არის ზუსტად აწყობილი მთლიანად ეს დასკვნა, რაც შეეხება საერთო სასამართლოს. სადაც კი საქართველოს დაუპირისპირდნენ მათ შორის ზოგიერთი ევროპელი ძალები საერთაშორისო სასამართლოში ყველგან დამარცხდნენ. პირველი მან დაუშვა შეცდომა, როდესაც თავი წარმოიდგინა ევროკავშირის ელჩად და დაიწყო კომენტირება თავის დროზე ევროკავშირის სანქციების მეოცე პაკეტთან დაკავშირებით. ევროკავშირს ყავს ელჩი თავისი აქ და არ სჭირდება მას გერმანიის და სხვა ქვეყნების მიშველება კომენტარებით. მე მგონი ბატონ პეტერს ასევე თავი წარმოუდგენია ბრიტანეთის ელჩად. როდესაც ის საუბრობს სანქციებზე, ყველა შეგახსენებთ, რომ ეს თავდასხმა არის ბრიტანეთის მხრიდან, თუ და გერმანია მიიღოს ეს თავის გადაწყვეტილებები და რატომ ლაპარაკობს ბატონი პეტერი ბრიტანეთის ელჩის ნაცვლად, ან ბრიტანეთის ნაცვლად და იყენებს ასეთ მტრულ იარლიყებს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ და ზოგადად ამაშიც იკითხება ის ავის სიხარული, რომ უნდა რომ რაიმენარიათ აჩვენოს და სამწუხაროდ ამაში იკვეთება ასევე ზიზღი ამ განცხადებების ზიზღის შინაარსი თავისუფალი მედიის და ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც მის გემოვნებას არ შეეფერება. საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში ჩვენ გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ნიშნულიდან დაწყება იქნება შესაძლებელი. მეორე მხრივ მაინც რა თქმა უნდა ჩვენ ხედავთ გარკვეულ პასიურობას, ჩვენ უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად იმედგაცრუება არის, რომ იმის კვალობაზე, რომ ფაქტია, რომ რაზეც ჩვენ საუბრობდით USA-თან დაკავშირებით, ამერიკული ფულით საქართველოში ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ცვლილებების ხელშეწყობაზე, ყველაფერი ამასთან ეს ყველაფერი დაადასტურა თავად ტრამპის ადმინისტრაციამ. მეორე, როცა ჩვენ საუბრობდით არაფორმალურ მმართველობაზე, დაადასტურა ესეც ტრამპის ადმინისტრაციამ. ამის ფონზე რა თქმა უნდა, ის პასიურობა გარკვეული და უფრო ვერ ხედავთ აქტიურ ნაბიჯებს, ეს გარკვეულწილად სამწუხაროა. თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენ ის გვაქვს რომ მოლოდინი გვაქვს რომ შესაძლებელი იქნება უფრო მჭიდრო კონტაქტები და ურთიერთობების გადატვირთვა, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ ველით ამჯერად ნაბიჯებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის.